ბარსელონა კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში მადრიდის შემდეგ, რომელიც ცნობილია თავისი ორიგინალური არქიტექტურით და აქტიური ცხოვრების სტილით. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია. მის საზღვრებში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მე-19 საუკუნეში დაიწყეს კატალონიური მოდერნიზმის არქიტექტურის განვითარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებები, რომელთა ნახვაც მთელს ქალაქშია შესაძლებელი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია უზარმაზარი, მაგრამ ბოლომდე დაუმთავრებელი ეკლესია La Sagrada Familia, რომელიც რეალურად იმაზე ლამაზი და შთამბეჭდავია, რაც ფოტო-ვიდეოებში გვინახავს. ესეც ჩვენი ულამაზესი La Sagrada Familia, რომელიც მდებარეობს ბარსელონას ცენტრში. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი არის ერთი შეხედვით მასშტაბური. სიმაღლე აქვს 172 მეტრი და შიგნით იტევს 9000 ადამიანს. ეს ეკლესია ცნობილი არის იმით, რომ მისი მშენებლობა დაიწყო 1882 წელს და დღემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მშენებარე ეკლესიის სტატუსი აქვს. არის ულამაზესი და ეს არის ცნობილი ესპანელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის დიზაინით შექმნილი ეკლესია, რომელსაც თავისი ცხოვრების 40 წელი მიუძღვნა მუშავა ამის შექმნაზე. ეხლა შევეცდები რომ შევიდე შიგნით და შიგნითაც გადავიღო ის ლამაზე, მეტი ცნობილი არის ეს Sagrada Familia. Sagrada Familia ესპანურიდან ითარგმნება როგორც წმინდა ოჯახი. მისი მშენებლობის დასრულება 2026 წელს იგეგმება. შემოვედი ულამაზესი La Sagrada Familia-ს შიდა ნაწილში, აი ასეთი ძალიან შთამბეჭდავი გარემო დამხდა შიგნით. იმაზე უფრო მასშტაბური და გრანდიოზული არის, ვიდრე ფოტოებში ჩანს და ვიდეოებში გვინახავს. ბილეთის ღირებულება იყო 26 ევრო, მაგრამ სასურველი არის, რომ მინიმუმ 1 დღით ადრე შეიძინოთ ონლაინ, რადგან ძალიან ბევრი ხალხი არის. შემდეგი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა გუელის პარკი, რომელიც ბარსელონის ზემო ნაწილში ელ კარმელის მთაზე მდებარეობს. პარკში შესასვლელი ბილეთის ყიდვას ზუსტად 2 დღე ვცდილობდი და გირჩევთ რამდენიმე დღით ადრე შეიძინოთ ონლაინ. ესეც ცნობილი გუელის პარკი, ანტონიო გაუდის დიზაინით შექმნილი. ახი რამდენი ხალხი არის აქაც, აქედან მთელი ბარსელონას ხედი იშლება. აი ესეთი ლამაზი გარემო არის, ამით ბრწყინვალე. აი ხოლო პარკი არის. შემოსვლა ღირდა 10 ევრო. აღონდა აუცილებლად მინიმუმ 2 დღით ადრე უნდა შეიძინოთ ონლაინ, იმიტომ რომ სასწაული ხდება, ძალიან ბევრი ხალხი არის და ბილეთები თავდება. წარმოადგენს ბაღებისა და ცოცხალი ზონების შეხამებას. შექმნა ანტონიო გაუდიმ 1900-დან 1914 წლამდე. პარკის ფართობია 17 ჰექტარი. პარკში მრავლადაა გატეხილი კერამიკული ფილებით დამზადებული ფერადი მოზაიკა. პარკის შიდა ინტერიერი აი ესეთი ხელოვნების შედევრი არის წარმოდგენილი აწყობილი სხვადასხვა მინით, შუშით, აი მაგალითად აქ არის ბოთლის ნამტვრევი, თეფშის ნამტვრევი. მაგრამ საერთოდ ჯამში ლამაზი არის. აქვე მდებარეობს ასევე ანტონიო გაუდის სახლი,
რომელშიც არქიტექტორი ცხოვრობდა 1906 წლიდან გარდაცვალებამდე. ამჟამად განთავსებულია გაუდის მუზეუმი. ბარსელონა ორენოვანი ქალაქია. კატალანურიც და ესპანურიც აქ ორივე ოფიციალური ენაა. ინგლისური ნაკლებად იციან. მოსახლეობის 14% კი უცხოელია. მათი უმრავლესობა ჩამოსულია ეკვადორიდან, პეროდან, მაროკოდან, კოლუმბიიდან, არგენტინიდან, პაკისტანიდან, ჩინეთიდან და სხვა. $1999 წელს ბარსელონამ თავისი არქიტექტურისთვის ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის სამეფო ოქროს მედალი მიიღო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გაიმარჯვა ქალაქმა და არა კონკრეტულმა არქიტექტორმა. ესეც გოთიკური უბანის მთავარი ეკლესია მოედანზე. ესეთი არის ძალიან ლამაზი. გარშემო მოედანზე, აი ნახეთ როგორ ეთყობა სიძველე, ხალხმრავლობა, წესრიგები ცხება ყველა. რაღაც ბაზრობასავეთეც არის. ცნობილ ადგილებს მიეკუთვნება ასევე კასაბატლიო, ესპანეთის მოედანი, მონჟუიკის მოედანი და მრავალი სხვა. კასაბატლიო არის შენობა ესპანეთში, ბარსელონას ცენტრში, რომელიც ასევე ანტონიო გაუდის მიერ შეიქმნა მე-19 საუკუნეში და ითვლება მის ერთ-ერთ შედევრად. აი ეს ცნობილი შენობა, რომელიც შეიძლება გვინახავს ფოტოებში, ვიდეოებში, 1904 წელს არის ანტონიო გაუდის დიზაინით შექმნილი. გამორჩეული არის თავისი აიგნებით და სპეციალური ქვებით, რომელთაც არის ფასადი მოპირკეთებული. შიგნით მუზეუმი არის, შესვლა 25 ევრო ღირს. აი ეს არის კიდევ კაზა მილე, მეორე ცნობილი კორპუსი, ასე ვთქვათ. ისე არ თბილა, ანუ რაღაც თავისებური სისხლი არის. ასე რომ, რაც უფრო თბილად ჩაცმა არ იყო ცუდი იდეა ნამდვილად ბარსელონაში. თუმცა ვერ გაიგებ ზოგი ისე საზაფხულოდ არის ჩაცმული, ზოგი საზამთროდ არის ჩაცმული. ყველას თავისი ხედვა აქვს. შემდეგია ცნობილი ლა ბოკერია, ეგრეთ წოდებული ბოკერიას ბაზრობა, რომელსაც ყველა ჩასული ტურისტი სტუმრობს. მდებარეობს ლა რამბლას გამზირის შუაში და არის ბარსელონას ყველაზე ცნობილი ბაზარი. ეხლა მოვედი ერთ-ერთ ცნობილ მარკეტზე, ეგრეთ წოდებული ლა ბოკერიას მარკეტი, რომელიც ცნობილი არის იმით, რომ აქ ასობით სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული არის წარმოდგენილი. იყიდება ფრეშ წვენები, ახალი თევზი, ასე შემდეგ და ძალიან ხალხმრავალი ადგილიც არის. აი ესეთი გაფორმებით არის წარმოდგენილი ზოგადად. ის თავდაპირველად ეკლესიის ეზოში გაიხსნა 1836 წელს. 1914 წელს დახურულ ბაზრად გადაკეთდა და მას შემდეგ პოპულარობა უფრო იზრდება. რაც მას ხდის ცნობილს არის ის, რომ აქ ნახავთ მრავალფეროვან პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხით და მრავალფეროვნებით. აქ იყიდება ხილი, ბოსტნეული, თევზი და ხორცი. ვაუ, ძალიან განსხვავებული გემოაქვს, კაი ეზაა. ბარსელონას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ტურისტული დესტინაციაა, მრავალრიცხოვანი რეკრეაციული არეალით და ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟებით მსოფლიოში. ქალაქს თავის მოსახლეობაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი მნახველი სტუმრობს. ქალაქ ბარსელონას ასევე აქვს ზღვის სანაპირო და შეგიძლია რომ გამოხვიდე ცხელი დამღლელი ფრის შემდეგ და აქ იბანაო, განიტვირთო, დაისვენო. რამდენი ხალხი არის გამოსული სანაპიროზე, წარმოიდგინეთ ზაფხულში რა ხდება აქ. You chilling in the rain.
გზა მიუყვება, ასე ვთქვათ. აი, ძალიან ბოლომდე ჩადის და რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება სანაპირო, ძალიან ლამაზი არის. ზოგადად კაი ქალაქია. საინტერესო ცოცხალი რაოფეროვანი. რა თქმა უნდა ითქვას, რომ აქვე მდებარეობს მთელ მსოფლიოში ცნობილი უდიდესი საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, რომელიც მეორე უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში. რაც შეეხება ქალაქში გადაადგილებას, ბარსელონას ყოველმხრივი ადგილობრივი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი ემსახურება, რომელიც მოიცავს მეტროს, ავტობუსთა ქსელს და თანამედროვე ტრამვაის ქსელს. სამგზავრო დეტალებისთვის გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდი.